26 მაისია საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. დღე, რომელსაც ჩვენი ქვეყანა წელს განსაკუთრებული გამოწვევებით ხვდება და დღე, როცა სწორედ დამოუკიდებლობის და თავისუფლების დასაცავად დაწყებული უწყვეტი პროტესტი უკვე 180 დღეს ითვლის. ზუსტად 1 საათში დაიწყება 26 მაისისადმი მიძღვნილი მსვლელობები, რომელიც საღამოს უკვე თავს მოიყრის რუსთაველის გამზირზე, სადაც შეკრებილებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმართავს. 3 საათზე იწყება მარშები რესპუბლიკის მოედნიდან, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობიდან, მოგვიანებით კი უკვე ფილარმონიიდან, მარჯანიშვილის მოედნიდან მთელი დღის განმავლობაში რუსთაველზე ელოდებიან ყველას, ვისთვისაც ძვირფასი და ღირებულია 26 მაისი, როგორც საქართველოს სახელმწიფოებრიობის და როგორც ამ დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას დაბადების დღე. დღევანდელი ღონისძიებების შესახებ კი უფრო ცვლად ახლა ნანო ჩაკვეტაძე მოგვიყვება, რომელიც პირდაპირ ეთერში გვერდება. ზუსტად 1 საათში, ზუსტად ამ ადგილას პირველი რესპუბლიკის მოედანზე ერთდროულად რამდენიმე ერთი მხრივ საზეიმო კი მეორე მხრივ ასევე საპროტესტო მანიფესტაციები და მარშები დაიძრება. ჩვენ სწორედ პირდაპირ ჩართვით, როგორც გითხარით, ახლა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან გიერთდებით. დღეს 26 მაისია, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა, ერთ-ერთი ყველაზე საკვანძო და გადამწყვეტი მნიშვნელოვანი თარიღი საქართველოს ისტორიაში, მაშინ როცა სწორედ ამ დღეს 26 მაისს 1918 წელს ხელი მოეწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქციის საფუძველზეც უკვე გაფორმდა და ოფიციალურად გამოცხადდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. დღევანდელი საპროტესტო და როგორც გითხარით მეორე მხრივ ასევე საზეიმო მანიფესტაციების 26 მაისისადმი მიძღვნილი მანიფესტაციების განრიგი კალენდარი იქნება საკმაოდ მრავალფეროვანი. ფაქტობრივად მთელი დედაქალაქის მასშტაბით იმართება მარშები და მსვლელობები. გეტყვით მნიშვნელოვანი შეკრებების შესახებ. ზუსტად 3 საათზე რეპრესირებული მოქმედი თუ უკვე ყოფილი საჯარო მოხელეები დაიწყებენ შეკრებას ამ ადგილას პირველი რესპუბლიკის მოედანზე. ამის პარალელურად პრინციპში თქვენ კადრში შეგიძლიათ ნახოთ, რომ უკვე აქციის მონაწილეების პირველი მონაწილეები ამ აქციებისა და მარშების იკრიბებიან სწორედ რესპუბლიკის მოედანზე. ასევე 3 საათზე 1 საათში სოვლაპისა და წინაპრების ორგანიზებით გაიმართება მარში. ისინი დაიძრებიან ასევე ტრადიციულად პარლამენტისკენ, რუსთაველის გამზირისკენ. უკვე 4 საათზე იქნება სოვლაპის, როგორც გითხარით, სოვლაპისა და წინაპრების მარში. იქამდე კი 3 საათზე უკვე პირველი არხის ყოფილი შენობიდან კოსტავას გამზირიდან დაიძრებიან საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები, ის ადამიანები, რომლებიც უკვე რახანია ითხოვენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერი, რომ დაეთმოს ხალხს. ასევე იქნება 4 საათზე კულტურის სფეროს წარმომადგენლების მარში, ისინი ფილარმონიიდან პარლამენტისკენ დაიძრებიან. დღევანდელი დღე ალბათ კიდევ ერთი დიდი იმედი და ასე ვთქვათ სულისკვეთება არის იმის, რომ ქართული საზოგადოება არ შეეგუოს არალეგიტიმურ ხელისუფლებას, რომელიც პრინციპში რუსეთიდან იმართება და რუსული მეთოდებით, უკვე რუსული კანონმდებლობითაც კი ავიწროებს მოქალაქეებს, მედიას, სამოქალაქო საზოგადოებას, აკადემიურ სივრცეს და შესაბამისად აუცილებელია, რომ ჩვენი მომავლისთვის და ჩვენი იმედისთვის არ დავკარგოთ რწმენა და 26 მაისს შევუერთდეთ დღის 15 საათიდან სხვა მარშებს, გემოვნების და მიხედვით. დღევანდელი დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, ნომერ პირველი დღე არის შეიძლება ასე ითქვას ჩვენი ქვეყნის საზოგადოებისთვის და დამოუკიდებლობის დღე არის ძვირფასი დღე. სამწუხაროდ დღეს ამ დამოუკიდებლობას ისევ საფრთხე მუქრება და საზოგადოებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ყველამ გაიაზროს ამ დამოუკიდებლობის შინაარსი, რა იდეალებს ემსახურება, ის რას გვასწავლის. რაც შეეხება მარშებს, სოვლაპის და პლატფორმა წინაპრების ორგანიზებული მარში არის დღეს რესპუბლიკის მოედნიდან. აქ ვეცდებით, რომ ასე ვთქვათ, იმ ადამიანების მეხსიერება გავაცოცხლოთ, რაც სამწუხაროდ არც თუ ისე კარგად არის. დღეს ასე ვთქვათ, ჩვენი საზოგადოებისთვის ცნობილი და ეს პრობლემა არის. დღეს ძალიან ბევრი მარშია, ძალიან საზოგადოების უდიდესი ნაწილი, რომელიც უკვე თვეების განმავლობაში ფაქტიურად გასული წლის ნოემბრიდან აპროტესტებს მუდმივად რუსთაველზე. იმ გადაწყვეტილებებს, რა გადაწყვეტილებებიც მიიღო ქართულმა ოცნებამ და ფაქტიურად ქვეყანა მოწყვიტა და იზოლაციაში ამყოფებს დღემდე ცივილური სამყაროსაგან. დღეს ყველა ამ ქვეყნის გულშემატკივარს მოუწოდებ, რომ გამოვიდეს რუსთაველის გამზირზე. ეს დღე უნდა იყოს გაერთიანების და არ შეიძლება პოლიციის შემოსაზღვრული მთავრობა აღნიშნავდეს სალკე და ვერ გამოდიოდეს საზოგადოებაში. ისინი თვლიან, რომ
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე არის ოცნების დღე. ხალხი საზოგადოებისთვის არის საქართველოს დღე და მე მინდა რომ თავისთავად ყველა პოლიტპატიმრის განთავისუფლება, ახალი არჩევნები და პოლიციის და ჯარის განთავისუფლება. იმიტომ რომ თუ საქართველოს მოქალაქე თავისუფალი არ იქნება, საქართველოს თავისუფალი ვერ იქნება. აქციის პირველი მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე უკვე გამოჩნდნენ, მათ გავესაუბრებით, გითხავთ უფრო მეც, როგორია მათთვის დღევანდელი დღის მნიშვნელობა, რა არის მათი ფიქრები დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ქვეყანასთან დაკავშირებით, მომავალთან დაკავშირებით, როგორც კადრშიც ხედავთ, ეროვნული სიმბოლიკებით არიან აქ მოსულები ქალები, ესეც სიმბოლურია და ამ სიმბოლოების შესახებ გითხოთ მაგალითად ნარგიზი ცეცხლაძეს, რეჟიმის პატიმრის ზვიად ცეცხლაძის დედას, დიახ ნარგიზი დავითაძეს, გითხარით, თქვენთვის რა არის 26 მაისი დამოუკიდებლობის დღე შევარდნების სიმბოლიკით ხართ მოსულები ქალები, ესეც სიმბოლურია თავის მხრივ, მოგვიყევით ამ სიმბოლოებსაც. გუშინ საღამოს ანაწილებდნენ ამ ფორმას, შევარდნის ქალი თუ იქნებოდა, რა თქმა უნდა, დავთანხმდი პირველ რიგში მიულოცავ საქართველოს და პატიმრებს დამოუკიდებლობის დღეს. ღმერთით მალე ნახოს ჩვენი ქვეყანა მართლა დამოუკიდებელი და არა ისე რა რომ გვაწვალებენ ამდენს და გვამათხოვრებენ ამ დამოუკიდებლობაზე. თავისუფლება ქვეყანას, თავისუფლება პატიმრებს. ძალა ერთობაშია, რა თქმა უნდა, აქ არიან ახალგაზრდები, მოვედი ჩემი ასაკის ქალებიც და სადაც ბრძოლა და პროტესტი მე ყველგან ვარ. ასე რომ გავიმარჯვებთ სახელოვნად. კი ბატონო, დიდი მადლობა, გავიმარჯვებთ სახელოვნად. ამბობენ აქციის მონაწილეები, ქალები, რომლებიც რესპუბლიკის მოედანზე, როგორც ხედავთ, კარტშიც ეროვნული სიმბოლიკით შეიკრიბნენ. ცოტა ხანში აქ უკვე დაიწყება მანიფესტაცია, გულისხმობ მარშს, რომელიც დაიძრება ისე რუსთაველის გამზირისკენ. იქამდე კი გეტყვით, რომ შუადღის 3 საათზე უკვე იწყება წინააღმდეგობის პლატფორმის სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით მის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები. ის დღეს საზოგადოებას სიტყვითაც მიმართავს, ასევე საზოგადოებას სიტყვით პარლამენტთან მიმართავენ ევროპელი ლიდერებიც. აქვე გეტყვით, რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებიც აანონსებენ დღეს ღონისძიებებს. საღამოს 5 საათზე ფედერალისტები შეიკრიბებიან რუსთაველის ძეგლთან, იქედან დაიწყება მათი მსვლელობა და მარში. ასევე საღამოს 5 საათზე ამის პარალელურად უკვე კოალიცია ძლიერი საქართველოს წარმომადგენლები დაიწყებენ შეკრებას მარჯანიშვილის მოედანზე. 26 მაისს მარჯანიშვილის მოედნიდან ლელო ძლიერი საქართველო მარშით აღნიშნავს დამოუკიდებლობის დღეს. მარჯანიშვილის მოედნიდან მივემართებით რუსთაველის გამზირისკენ და გიწვევთ გეპატიჟებით თითოეულ მოქალაქეს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, რაც არის ერთობის და საქართველოს ძლიერების დღე. ამ დღეს მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვაჩვენოთ კიდევ ერთხელ მთავარი საჭიროებები საქართველოს სახელმწიფოში და მოქალაქეების. ეს არის დამოუკიდებელი, ძლიერი და თავისუფალი საქართველო პოლიტპატიმრებისგან და თავისუფალი საქართველო ავტორიტარული რუსული რეჟიმისგან. 26 მაისის იდეალების მცველებმა დაუნიშნოთ ეს დღე რუსთაველზე და რა თქმა უნდა უფრო ჩვენ გვეკუთვნის და უფრო გერა ჩვენ გვეკუთვნის ამის აღნიშვნა, ვიდრე იმ ხალხს, გულისხმობ ივანიშვილის ბანდის წევრებს და არა მათგან მოხალხეს ეს პირველ რიგში გულისხმობ ივანიშვილის ბანდის წევრებს, რომლებიც პირდაპირ ემსახურებიან ამ დღის მთავარი მტრის რუსეთის ინტერესებს. ჩვენი როგორც ნაციონალურობის დღევანდელი დღის გეგმა არის ის, რომ რუსთაველზე შევიკრიბოთ და იქ ვიყოთ ჩვენს ოჯახისეებთან, ჩვენ მეგობრებთან ერთად და გვერდში დავუდგეთ იმ ხალხს, რომელიც ჩვენ აზრზე არის, რომელიც არის ასე ვთქვათ შეეგუება საქართველოში მეორეჯერ 26 მაისის იდეალების სხდომას. საქართველო კვლავ დაგიცავ, ეს არის დღევანდელი საპროტესტო მანიფესტაციების სახელწოდებაც და მთავარი გზავნილიც, რომლის გარშემოც მოქალაქეები გაერთიანდებიან, უკვე 1 საათზე ნაკლები რჩება, ვიდრე რესპუბლიკის მოედნიდან, საიდანაც ჩვენ ახლა პირდაპირ ჩართვით გიერთდებით, დაიწყება ერთდროულად რამდენიმე საპროტესტო და საზეიმო მარშები, რომლებიც რასაკვირველია ეძღვნება დღევანდელ დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ერთ-ერთ ყველაზე საკვანძო თარიღს საქართველოს ისტორიაში, როგორც ხედავთ კადრშიც აქციის პირველი მონაწილეები ადგილზე უკვე გამოჩნდნენ.